ყველაზე სერიოზულ კომპანიასთან ვიწყებთ ურთიერთობას ამ მხრივ, ეს არის Adidas-ი და Adidas-თან ვდებთ 5 წლიან კონტრაქტს და თანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ტორპედოს შემდგომ განვითარებაზე. Adidas-ის პირველ ხაზზე საუბარი, ანუ ყველაზე საუკეთესო რაც კი რამე არსებობს და შესაბამისად ასევე სპეციალური მაისურები შევარჩიეთ, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ მარტო სათამაშო მაისურები იქნება განსხვავებული მოდელის, ანუ არ იქნება პირველი ხაზის, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ყველგან უფრო ლამაზი და თან ერთ მნიშვნელოვან სიტყვას გეტყვით, ხელმისაწვდომი გულშემატკივრისთვის. ანუ მნიშვნელოვანია მათ შორის. ხო, ეგ იყო ფაქტორი, ახლა ჩვენ წარმოიდგინეთ რაღაც რაოდენობის მაისურები ტორპედოსია ეს ფიროსმანის მაისურებიც გავყიდეთ, ბუნებრივია და მაკრონთან ერთად უბრალოდ აქ პროექტი სხვა იყო, ანუ რეალურად ჩვენ ფაქტობრივად სუბსიდირებას ვახდენით, ყიდულობთ უფრო ძვირად მაისურს ვიდრე ვყიდით. და ეს ყველა სულ ესე არ უნდა იყოს ბუნებრივია, ანუ ხვდებით ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უბრალოდ დაწყებული იყო ეს პროცესი და ამას აბსოლუტურად გახსნათ გეუბნებით ყოველგვარი რაღაცა მიკიმოკების გარეშე, ყიდულობდით უფრო ძვირად და ყიდით ნაკლებ ფასად. რომ რეალურად მეტ ადამიანს ჩაეცო. შესაბამისად ეს მაისურები ახლა და უკვე ჩვენ ფანშოპი დავასრულეთ სხვათა შორის შენგელი არენას შესასვლელში, რომელიც იქნება გაიხსნება და არა მხოლოდ თამაშის დღეს იქნება ღია და გეგმავთ სწორედ იქ რომ არა მხოლოდ ტორპედოს, არამედ ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკაც გაიყიდოს. შესაბამისად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ ქუთაისს გქონდეს ესეთი კარგი ადგილი, სადაც ისინი გარანტირებულად 100%-ით იყიდიან უშუალოდ მწარმოებლისგან მოწოდებულ, ანუ გაუყალბებელ პროდუქციას და შესაბამისად იქ გვექნება შესაძლებლობა რომ იგივე აკადემიის მაისურებიც და სხვა აღჭურვილობას გავყიდოთ. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.